მოგესალმებით, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ფიქრის აგორა. ჩვენთან აგორაზე დღეს სტუმრად არის ბატონი გიორგი შენგელაია. წარდგენა მას არ ჭირდება ალბათ მაყურებლის წინაშე, უბრალოდ გვაინტერესებს ბატონ გიორგი. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე და არჩევნების მერე არჩანდით და რაში არის ქარიას გამოწვეული. ნუ იცი რა, ძალიან ბანალური შემთხვევა იყო, ფეხი მოვიტეხე რა. და აი ზუსტად დაემთხვა რა. ხო და მერე აი ეხლა ცოტა ხნის ადრე უკვე ესეთ ფორმაში ჩავდექი რომ შემიძლია რომ რაღაცა საზოგადოებრივი მოძრაობები გავაკეთო. ხო და მიმაჩნია რომ აი როგორ თქვენ როგორ იკუშავთ და სხვებს ვალდებულები ვართ ჩვენ ყოველთვის თავიდან გვინდა არ გვინდა ვალდებულები ვართ. იმიტომ რომ სტრუქტურირებული არ არის ჩვენი საზოგადოება ისე რომ აი ერთ გარკვეულ და უშუალოდ ჯგუფს საზოგადოებას ეკითხებოდეს ეს ამბები, ხო? მაგრამ მეორე საერთოდ სოფლიოში ძალიან განვითარდა მნიშვნელობა აი სწორედ სამოქალაქო სექტორის, ანუ არასამთავრობო სექტორის. ჩვენ ესა ვართ ფაქტიურად ახლა. ესე იგი თქვენ არ იზიარებთ იმ პოზიციას, რომ შემოქმედი თუ არის ადამიანი ის უნდა იჯდეს თავის სტუდიაში ან საწარმოაგიდასთან და იქიდან უნდა მოძრაობდეს საზოგადოებას და თვითონ ცოტა გარედან უყურებდეს პროცესებს. არა, მას არ მიზიარებ, მე იმიტომ არ არის საინტერესო ეს. ეგეთი ხალხი ბოლომდე არ არიან ჩართული გარემოებათა იმაში, რაც ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვართ სარკე, ასე ვთქვათ, ხელოვანი არის სარკე გარემოებებისა. და ესე განცალკევება, რომ ინტიმური ამბები და ცალკე საზოგადოება ერთად არის ყველაფერი, მე სიმაჩი. არსებობენ ოთახის კაცები არიან, ოთახის მტვერი ადევთ. და ნუ ესე თვლიან, რომ იქნები და მე უნდა დამოძღრო. რა უნდა დამოძღრო, ვინ უნდა დამოძღრო, რა უფლებით უნდა დამოძღრო. ჯერ შენ საქციელი არის შენი ქცევა მეტყველებს შენ საკეთებელზე, შენ სათქმელზე. ძალიან კარგია ისა, რომ საქართველოში ყველა არადევს ოთახის მტვერი და ადამიანებმა თან ჩემი აზრით ყველაზე ღირებულ რამეს ვინც ქმნიან თავის სამყაროში. აი ისინი არიან ხოლმე ყველაზე აქტიურები უსამართლობის დროს. არ რჩებიან თავის არც საწარმოაგიდასთან, არც კინოკამერასთან, არც მოლბერტთან. აი მე ერთ მაგალითს მოვიყვან ამასთან დაკავშირებით, მე ხშირად უყურებ ესეთ ტელეარხს ჰისტორი. და აი ახლა ნახე ერთი წლის წინ შექსპირზე გაკეთებული სურათი. ხვით როგორ მუშაობენ ახლა ეს მეცნიერები. ხას უსვამ რა მეცნიერები, არა ფილოლოგები, არა მეცნიერები. ესე იგი მთელი ცხოვრება მის შესწავლილი. და დოკუმენტალურად არის დამტკიცებული. ყველა მისი პიესა იყო აქტუალური იმ დროს. და მისი მოტივი იყო, მაგალითად, მე არ ვიცოდი რომ ოტელო ჩვენთვის განზოგადოებული რაღაც არის, ხო? იმ დროს აიყო ის პრობლემა, რაც მე იყო ამერიკაში. შემოვიდნენ ზანგები, შემოიყო ეს მონები და საზოგადოება ამაზე აზე გაიყო. გაიყო აზრი, კი არა, უმრავლესობა იყო წინააღმდეგი ამის. ამიტომ შეგვიძლია მარტო დაუპირისპირდა იმ თეთრ საზოგადოებას, რომელსაც მის ისინი ხალხი არ არიან. აბა უყურე, რამხელა გუმანისტი იყო, ხო? და აი გმირი შექმნა ეგეთი. მეორე მენეცელი ვაჭარიც ამ თემაზეა, ხო? ხო. ეხლა არაპოლიტკორექტულ პიესად ითვლება და მე მგონი პრობლემები არის რომ დადგან ხოლმე. იმიტომ რომ ანტისემიტიზმში დებენ ბრალს. მე აი იგივე ფილმში არის ეგეთი ეპიზოდი, რომ რაღაცა პიესა აქვს, მაგას ისეთი არა მნიშვნელოვანი ედუარდ რაღაც მეფეზე. და ეს დადგმა ინახულა ელიზავეტამ, დედოფალმა, რომელიც ხაჩუს სულ დადიოდა თეატრში. და მაგის ცნობილი გამონათქვამია, რომ ჩვენ ისინი პოლიტიკოსები ვართ როგორც მსახიობების სცენაზე. პატარა ლაქაც კი ჩანს ჩვენ ტანსაცმელზე. ესე იგი ნახა ამან ეს პიესა. და რომ მიბრუნდა თავის კანცლერს უთხრა. შენ ნახეო ეს პიესა? არა ვარ მინახეო. წადი ნახე, იმიტომ რომ ჩვენზეო. ამ დროს ემთხოვდა იმის დროს რაღაცა საშუალო კლასი თუ ედუარდის დროს და აქაც იგივე პრობლემები იყო. ანუ მან მიიღო აბსოლუტურად შემეცნებითი იმპულსი ამ ხატრული პიესიდან. ისე რომ ისტორიაში ბევრი ეგეთ რაღაცები, რომ მხატვარი მე სრულყოფილი მხატვარი. არ შეიძლება არ მონაწილეობდეს საზოგადო საქმეებში. მაგრამ ისტორიაში ცოტა არის ეგეთი ბედნიერი დამთხოვა, როდესაც შექსპირია
ქვევიდან მოლაპარაკე თეატრიდან და დედოფალია რომელსაც ამის აღქმა შეუძლია რას ეუბნებიან. ნუ ეს რომ ნიჭიერის ქალი შექმნილი არაფერი არ იყო მაშინ. მაგრამ ამ ქალს მაინდამაინც მოწონდა ამის პიესები. ესე იგი ამ ქალში იყო თვითონ დიდი ნიჭი. სხვა შეიძლება ერთნაირად თვლიდან მაშინ შექსპირის და რაღაც ხებს რა იქ იმ დროს. ყველა ხელისუფლებას მოეთხოვება ესა? შეიძლება რომ მოვთხოვოთ. იდეალურია რომ ესეთ იყოს. იდეალურ. ჩვენ ვიცით ეგეთ. მე კიდევ გეტყვით ახლა ამასთანავ ჩერჩილის ჩამევარ და რაღაც მემუარები. ვიწერ ხოლმე რაღაც ციგნებს მოსკოვიდან. და ერთი წაკითხული მქონდა იმ პოლიტიკურ ამბებზე სტალინის ის რა ხო? აქ კაცო არის მისი შეხედულებები ბერნარდ შოუზე, ჯოისზე გამიკვირდა. ეს დაწერა სულ ბოლოს. აი ძალიან ბებერი იყო რა. აი ეს იყო ის კაცი, რომელიც მართლა ინტერესდებოდა რა სიტყვის პოეტი, რა სიტყვის პროზაიკოსი, რა სიტყვის რეჟისორი. როგორ აფასებთ? შესაძლებელია, რომ იმედი გქონდეს. რაღაცა მსგავსი იქნება საქართველოში, რომ ხელისუფლებაში იყოს ისეთი ხალხი, რომელმაც იცის რაღაცეები და რაღაც საქმე შეუძლია სწორად და სწორი დასკვნის გამოტანა. მე აი რაც მოხდა ახლა ჩვენთან, ხო, უყურებ საკრალურად ამას, რაღაცა სასწაული რაღაც მოხდა ჩვენ აი ამ ადგილას ამ ქვეყანაში. პირველი რა რომ ისეთი ფორმით იყო ეს, რა ქვია, ძალადობა და ამისი ამოკითხვა შეგვიძლია იოანეს ღვთისმეტყველის გამოცხადებაში. აი ქრისტე უნდა გამოცხადდეს ხელმეორედ მოსვლა რომ მოხდეს, ხო? არ ხდება. და მე იქამდე ავიდა ეს სოდომე და გომორე ეს ყველაფერი რომ აი დაიმთხო, იმიტომ რომ იქ იყვენ კიდე სხვა ხალხი. ერის მამები, ეს უწერია იოანეს რომ მათ მოთმინებას აისო მათი მოთმინება. ჩვენ ამ ეს ვიყავით ზუსტად რა. ეს ერთი მხარეა, რაც მე მაფიქრებინებს რომ აქ რაღაცა არ მინდა ვეხარო. დიდხანს ვითმინე და რა მაავსო ეს მოთმინების ფილმს? არა, აი ამან აავსო. სამართლე. გაუცადლისი იყო უკვე ნებისმიერი ადამიანი უბრალო მე სადღაც თქვი რომ ის იმან ხალხმა რომელიც ბოლო მიტინგზე მოვიდა თბილისში, ჩემთვის საოცარი სტაბილურობა დატოვა. მე ვფიქრობდი რომ უყურებ ტელევიზორს რომ ესენი ხო ფეხით მოვიდნენ. და ამ დროს მე აჩვენებდნენ სააკაშვილის მიტინგს და ისინი ხო მანქანებით მოვიდნენ. და მეორე რომ მე ამაზე ვაპირებ ახლა რაღაც დოკუმენტალურ ფილმის გაკეთებას, რომ აი ეს თემა, რომ ღვთისმშობლის ხვედრი ქვეყანა ვარ ჩვენ. ღვთისმშობელი ჩვენ გვცდის. ერთი გამოცდა ჩვენ ვერ ჩავაბარეთ, ეს იყო გამსახურდია, მეორე გამოცდა ვერ ჩავაბარეთ, ეს იყო ისა შევარდნაძე და მესამე არის ეს. თუ ამასაც ვერ ჩავაბარებთ, ესე იგი ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს სახარება, პირჯვარის წერა და აი ეს იქნება რაღაცა სოდომი და გომორა. რატომ ვერ ჩავაბარეთ? თუ ეს არ გავანალიზეთ, დაზღვეული არა ვართ, რომ იმიტომ გეცდიდა ჩვენ ღვთისმშობელი. ესმის და ჩვენ რო ვერ ჩავაბარეთ, მაგის მიზეზი. აი ჩემი ნახე, ჩემი მიზანს არ ნახე, სამობით არ ღმერთი. მესამე ჩავაბარეთ. ხო და აი ახლა ბიზნეს გამოჩენა. რა, შენ წერალი ხარ. ეგეც სასწაულები ხდება ძალიან იშვიათად. რომ კაცის ისახში საჭმელ სასმელი აქვს, სანახაობა აქვს, სოფლო გამოჩენილი ხატრების სურათები უკიდია, ხო? და უცებ დაარტყავს რაღაც თავში, რომ არის სხვანაირად უნდა მოიცი. არა, იცით რა არის კიდევ რომ აი ახლა ჩვენ საუბრობთ რომ აი ხელისუფალს მოეთხოვება თუ არა ადეკვატური იყოს და აირეკლოს თქვა საზოგადოების განწყობილებები, წარჩინებული ხალხის, წარჩინებულს თავის ნიჭიერებით და ინტელექტუალური რესურსის გამო გულისხმობს. მაგრამ ერთი რამე არის რომ იმას სანამ მოთხოვთ არა რომ იყოს ესეთი გულისხმიერი და ფაქიზი დამოკიდებულება სანამ ვქნათ თვითონ ეს საზოგადოება უნდა ვარგოდეს. ეს საზოგადოება უნდა იმსახურებდეს ადეკვატურ ხელისუფლებას რა რომ მისი აზრი რომ გაითვალისწინო ის აზრი უნდა ვარგოდეს. ხო ეს ზნეობრივი ხერხემალი უნდა ედგეს საზოგადოებას რომელიც ზნეობას მოთხოვს ხელისუფლებას. აი კიდე ამ ჯაჭვში ეწერება დავითის ისტორია. დავითი. ბიბლიური. ხო, ბიბლიური დავით გამოჩნდა ეგეთი გოლიაფი, ეგეთი მაღალი, ესეძახის ტელევიზიის ესეთი უმორისტი. მაღალი, ძალიან მაღალი იყო და ებრაელები დაფრთხეს რა.
რკინები ქონდა რაღაცები და თქვა რომ ერთი ვინმე გამოვიდესო და ვიბრძოლოთ რა დავხუცთ ერთმანეთს. ვერ გავიდა, ვერავინ. მეფე ყავდა თავისი მებრელებს საული და ყველაფერი ვერ გავიდა ვერ. და ეს დავითი იყო მწყემსი. მწყემსი იყო ჩვეულებრივი მამის ყავდა 7 შვილი, მე-7 იყო ბოლო საგზავნიდან ხოლმე მწყემსად. პოეტი. ხო, მაგრამ უყურე ლირაზე უკრავდა, ლირაზე. ეს არ არის შემთხვევა, ჩვენ გერბში რომ მოხდა და ეს რეალობაა. აბა მითები არ არის მანდა. ხო და აი ეს ბიჭი მითზე იმაზე ცალკე უკრავდა თავისთვის, მაგრამ აქ რომ მოვიდა, ნახა რომ ესეთი ყველას ეშინია. და მივიდა და ამ საუბრად თქვა, მე გავალო მაგასთან. როგორ გახვალო შენო? ერთი ტანმორჩილი იყო, როგორც ჩვენი პრემიერ-მინისტრი. და არაფერი ხელში კომპალი ეჭირა და ერთი შურდული, ანუ რა გადგა. ხო და ჩააცვეს რკინები რაღაცები. წავიდა თქვა რომ მე ამით არ შემიძლია. არასდროს არ მიხმარებო. გაიხადა და წავიდა და დადგა მოშორები და ეს ერთი ქვა გაუშვა და შენი გოლი აქვს წააქცია. და მე რა მოხდა? მთელი თავი არის მაღაზია იმაში, ველახმაში. მეფე გახდა. როგორი, რომ შესულია მის ისტორიაში, რომ ყველაზე კარგი მეფე იყო. ну იქ იყო სოლომონის ისიც, მაგრამ ხო და აი ეს რა პატრა სასწაული არ არის ესა? ჩვენ ხო გძნობდით მაგას. და აი ამ გზნობამ უბიძგა ხალხს, რომ არაფერს არ შეეშინდათ, გაღიმებულები გამოვიდნენ იმ დიდ მოედანზე. და იქ გადაწყდა. საერთოდ აი მორალი და ხელისუფლება, მორალი და პოლიტიკა რაღაცნაირად ამას არ ამბობენ შეიძლება ღიად, მაგრამ რაღაც იგულისხმება რომ პოლიტიკა თავის თავში რაღაც ამორალურს შეიცავს თითქოს. აი არის ეგეთი მოარულიაზე და ხელისუფლება ზოგჯერ ამორალურ ნაბიჯებზე მიდის. ძალიან მოცვა რა ეგ თემა საერთოდ და უკვე საშინელება მაგ თემაზე სერიოზულად ვჯელობა და ექიმობა არის და პოეტობა, სასწავლო მოქმედება და კარგი და პოლიტიკოსობა ცუდი. აი ეს ამ კატეგორიაც ხარ შეიძლება დავრჩეთ არა. რაც ახლა თქვა მწერლებში ურთიერთობები გინახავს შენ იმაზე უარესი შეიძლება სადმე პოლიტიკაში წარმოიდგინო. არა, არის ერთი ფაქტორი კოტე რომ ყველაფერი არის ბიოლოგია. ეს შეიძლება ძალიან კაი კონსტიტუცია ქონდეს, ძალიან კაი ყველა იბადება, ყოველთვის არ იბადება სრულყოფილი ადამიანები. და ჩვენთან იყო მონარქია, ხო, თავის დროზე და ამ მონარქიაში უცებ გამოჩნდა დავითი აღმაშენებელი. როგორც პიროვნება. შემდეგ უფრო სუსტი მეფეები იყო, შემდეგ დაიშალა საქართველო. არადა სისტემა ერთი იყო. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნებას და აი ამაში უწყო ხელი ამ სააკაშვილმა. იმდენად სუდი პიროვნება, რომ გამოჩნდა კარგი პიროვნება. მე თავს დავდებ, აი როგორ ფიზიონომისტი, აი ეს ბიზნესა რომ იღიმება ეს და მე რომ ბრაზდება, მე მაგას გადავუღებდი კინოში თავარ როლში მაგალითად. ისეთი უბრალო როგორც ხალხი. აი ეგ არის მთავარი. კი, ნამდვილად ეგებია. მაგითი იყო, რომ ხალხმა ეს მიიღო ძალიან მოკლე დროში, ამდენი ხალხის დარწმუნება სხვანაირად შეუძლებელი იყო თავისად მიიღეს და იმიტომაც მოხდა. როგორ ფიქრობთ, არის რამე შანსი, რომ ან რამე რესურსი თუ აქვთ ყოფილი ხელისუფლების სახეებს? ერთი რესურსი აქვს, თავშევე გეტყვი რა ბუდიში. აი ეს ორი ცოცხი უნდა გადააჯვარედინონ და თავიანთ პარტიის გერბზე დახატონ. ეგ არის მაგათი სახე, იერით და მთელი სოფხედველობას. აი ეგენი არის მეცოცხეები, ცოცხის პარტიის ხალხი. არანაირ პოლიტიკასთან საქმე არ აქვს. ეგენი არიან აი სულიერ დამნაშავეები არიან რა საზოგადოების ხალხის მომავლის წინაშე. მე აბსოლუტურად აი შიში ძალიან ბუნებრივი მოვლენა ჩვენ ყველას გვეშინია რაღაც ხო? არა მაგ არავითარ შიში ხო? არა თან ეს უძღეული ფრაზეოლოგია ნუ ეს უსურები ეს არის ლაბორატორია ამასთან გადაცემაში ვიყავი ქალბატონ ეკაბერძი იქავ თქვენ და გავიმეორებ. მართლა ასე იყო რა უსმენ ტელევიზორს ჩართული იყო თან რაღაცას მუშაობდი. დაბრუნდა ქართულ მიწაზე სახელმწიფო მოღვაწე ქართველი. ბაჩა მე მეგონა 16 თაყაიშვილზეა გადაცემა და აღმოჩნდა ახალაეზე. ჯერა გამომეტყველებებია, ნუ შეხედეთ რა არის რა უბედურება. ერთი ჯგუფური ფოტო უნდა ალბათ გადაიღებენ და არსებობს რა რომ დაუტოვო რა შთამომავლობს. აი ესეთი ხალხი თუ დაინახეთ არაერჩიოთ ხელისუფლებაში. იცი რა ეს რომლებიც აი ესე იყურებიან. ეს კიდე უფრო აღრმავებს ჩემ ზმენას რომ ძალიან კაი დრო დაგვიდგება რა. ეხლა რა არის მთავარი მე ესე მიმაჩნია რა.
რომ აი რო აწმევენ ახლა ხალხს ბიზნესს გააკეთებს, ყველაფერს გააკეთებენ, ჩვენი პროკურორები გააკეთებენ, ჩვენი პარლამენტი გააკეთებს. რაღაცა ცოტა ხედავ რომ არ ესმით მაგათ კულტურის ფუნქცია. იხმი ამ დროს ხალხი რო ესე მოქმედი ვიღაცამ უნდა გააფორმოს ეს, გაიგე? ეს არის მწერალი. ეს არის ილია ჭავჭავაძე, ხო? ეს არის თავისუფლად რუსთაველი. აბა რა წერდა ის? რაც ხდებოდა იმ კარზე, ხო? როსტევანი და ეს სიყვარული ამისი და იმის. ხო და აი დიდი მნიშვნელობაა კულტურის სამინისტროს მიმაჩნია. აი ეხლა იცი როგორ სამინისტრო არა ხდება. ესეთი შიდობიან დროს შეიძლება ნაკლები ის იყოს რა მაგის ისა და ეხლა ყველაფერი აი მე წამოვიღე აქ საგანგებოდ ერთი რაღაცა თუ არ შეწუხდებით. აი მე რო ვზიარ ტელევიზორს უყურებ ძირითადად როგორც ყველა. ნუ ეხლა ძალიან საინტერესო გახდა. რას ხმარობენ, რა ქართულად ლაპარაკობენ დიქტორები. ებას ხო ხალხი ისმენს რა. მაგალითად სალამი. აი როგორც თქვენ ორივე წერლები ხართ, ხო? ხო და მე დაურეკე ზურაკიკნას ვეორები რა არის მეთქი რას ნიშნავს ერთი მშვიდობა მუსულმანები ეს არ მიბენ ერთად მშვიდობა და იქიდან პასუხობენ სალამ ალეიკუმ ანუ შენ მშვიდობით იყავი ალეიკუმ სალამ როცა ქართველებს ჰქონდათ მეტყველში გამარჯობა გაგიმარჯოს აბა უყურე შეიძლება იმათის რელიგია ამას გულისხმობდა რომ შიდობა მოაქვს მაჰომედს და ვიღაცებს, ხო? ჩვენ სულ ვიბრძოდით და უსრულებთ ერთმანეთს გამარჯვებას. ხო? რატომ არ ამბობენ ამას? მე მაგათ ყოველთვის მომბერდა იგივე. გამარჯობა ის რომ მეუბნება სალამი, მე ვიგონებ გაგიმარჯვოს. მე როცა მეუბნებიან სალამი, მეუბნები ალეიკუმ ასალამ. ხო, რომ გონია რომ ებენაზე ველაპარაკ. არა, ეხლა აი პროსტ როგორც ლინგვისტები რა, ხა ჩემი საქმე კლა არ არის, მაგრამ მე მაღაზიანებს და მაშფოთებს. მაგალითად მოიაზრება არის ქართული სიტყვა იგულისხმება, ხო? ჩაგეკითხებით ეს ძალიან გახშენდა. შემდეგ ცალსახად ერთნიშნულოვნად ალბათ რა თქმა უნდა, ცალსახად და მიღწევადია არ მოგჭრათ. მიღწევადია, ეს გოგო გათხოვადია. გადმოგირეკავ. ეს გოგო შეყვარებადია. შეყვარებადია, მოწონებადია და მე გათხოვებადია. მე გათხოვებადია. გადმოგირეკავთ. უნდა იყოს დაგირეკავთ კიდე ეგ რუსული კლიშე, პირიზვანიო. ხო, საერთოდ არ უნდა იყოს ქართული არ არის, ნუ. არ არის. ჩვენ ენას ფლოთ ფიზიოლოგიურად, გას მოქმედებებიდან შეისწავლა ბავშვმა, რაღაც გააკეთა, მე უთხრეს მათ რომ ადექი, დაჯექი რაღაცებს. სხვა სიტყვა არ არის, ნუ ქართულში რომ ერთ ეგრე მოქმედება არ ნიშნავს, ხო? მე განსაკუთრებით დღევანდელი გადასახედიდან. აი თუ ამიხნით, როგორ უნდა გადაიხედო დღევანდელი გადასახედიდან. მე-19 საუკუნის დღევანდელი პოზიციებიდან თქვა ლათინური სიტყვა უნდა თქვა დღევანდელობიდან ხო და განსაკუთრებით მე ეს ჩემ ექსპერიმენტში გამოვიყენე ცნობადი სახეები ხო ცნობადი არის ეს ადამიანი ხო არის მთლიანად მაგრამ მარტო სახე აქვს ცნობადი არა ცნობადი არ არის თვითონ სწორედ ცნობილი შეიძლება იყოს აგერ მივაწერები ცნობილი ადამიანები ალბათ ხო ხო აი ახლა როგორ რატო იმასქენი ცნობადი მიღწევადიას ბიძაშვილია აი კულტურის სამინისტროს ხო ეს წარმოუდგენელია ეს არის ლინგვისტების საქმე აი კულტურის სამინისტროს ის არის რა კულტურის სამინისტრო უნდა ჩაერიოს მაგრამ მე გეთანხმებით რა ძალიან ღრმად უნდა ჩაერიოს პროცესში დღევანდელ ვითარებაში აი აქტიურად უნდა ჩაერიოს არა მარტო ჩაერთოს უნდა ძალიან ჩაერიოს იმიტომ რომ ეს რაც მოხდა ბოლო ხანებში თბილისში იქნებოდა სიღნაღში თუ თელავში თუ ასე შემდეგ ეს ხო აი ეს უბედურება სამინისტროს ჩამოჭრილი ხონა ეს ფუნქცია რა არ აძლევდნენ ამას მერია წყვეტდა კულტურული მემკვიდრეობის ზეგლი იყო თუ არა ხო გინდა შეკათო გინდა აი ეს კომისიებით აზრით პოზიციებით უნდა ჩაერიოს ისე რომ ეს არ განმეორდეს ეს აღვირახსნილება რაც როგორც პირად ცხოვრებაში ჰქონდათ ეს აღვირახსნილი დამოკიდებულება პოლიტიკაში ესევე აი ეს განაშენიანებაში ურბანისტიკაში და იმაში ყველაფერში აღვირახსნილი ხალხი იყო იცი რა განსაკუთრებით ეს ეთყობა არქიტექტურას აი რეკლამა და მე გაგახსენებთ მარქსის და ენგელსის რომელსაც ევროპაში ხლა მაგ დიდ პოეტებად თვლიან აი მანიფესტო რო დაწერეს რომელიღაცას უწერია რომ ჩვენ აი
ისტორიულ ფორმაციებს სწავლობთ არქიტექტურით. იქ ყველაფერი ჩანს. რა მართველი იყო, რა სოციალური ურთიერთობა იყო და აი ეს წარმოიდგინეთ ამ კონტექსტში. აი ეს რაღაც ოპერას ვაშენებენ თუ რა არის, ა? ხო, აი რაღაცა ქუთაისის პარლამენტი. და ქუთაისის პარლამენტი და აი ეს ხიდი. აი აშკარად რო შეხედავს ამას ვიღაც 100 წლის მერე ეთქოს მან ცხოვრობდნენ მან სულელები და მეორე სულელები რომ ჩვენ ამას უყურებდნენ. მაგრამ ეს აი ახლა მუშაობენ ამაზე და მე ხელაღებით მოვაწერ ხელს რომ უნდა აიღონ ეგ. გადაიტანო რა ხა დაიწყება ლაპარაკი რომ სხვა ფუნქცია მივცეთ. არა, ეგ უკვე ქვეშეცნებაში ისევ ეს იქნება. სიონის და იმ გარემოში კიდე რაღაც საპატრიარქოსთან აუშენებიათ რაღაცა. შანგრილა. აი იქ უბრალოდ იდეოლოგიური დივერსია. ამ დროს გამოდის ახლა კიდე ახალი ინიციატივით კიდე რომ მოდი ახლა რიყეზე თუ ამას აიღებენ ახლა ტაძარევაშენ. ეს ძალიან დიდი თემა. ამაზე მე მგონი როცა ყველაფერი დაწნარდება მატერიალურ და სამართლებრივ სფეროში ძალიან დიდი დისპუტი უნდა გაიმართოს საქართველოში. მარტო ამ რიტუალების შესრულება ესმის ნუ მეცნიერება წავიდა წინ. ყველაფერი წავიდა წინ, მედიცინა წავიდა წინ, ბიოლოგია წავიდა წინ. ეს არაჩვეულებრივი ინსტიტუტია. ქრისტეს მიმართებაში. მე ესე წავს, იმის ხელა ბალზაკს აქვს, რომ ამაზე დიდი სანახაობა, რაც ჯვარზე გაკრული ადამიანი არასდროს მართლა არასდროს. აბა მე მაგალითად ყველაზე დიდი ინტერესით ვკითხულობ სახარებას. აი იგივე რომ არ განმეორდეს რა ძნელი ხანაც და ძნელბედობა გავიარეთ ჩვენ შოულებთან შვილებთან ერთად ხიზლაც რო იყოს საზოგადოება კულტურა ხო რა თქმა უნდა უფრო მრავლის მომცველია ვიდრე თქვა სახელოვნებო დარგები რა უფრო აი ხვალინდელი დღისთვის რომ საზოგადოება ოთახის კაცები არ გახდნენ ისევ და ოთახის ტვერი არ დაედოს ამ ხალხს აი აქ თავისი აქტიური ქმედებით როგორც თქვა თომას მანი აქტიურობდა რა იმ ბარბაროსობის წინააღმდეგ რაც გერმანიაში ხდებოდა. დიახ. თქვა ესე უფრო თავისი ინდივიდუალური შემოქმედებით იყო გატაცებული, მაგრამ იქვე იყო თომას მანი, რომელიც როგორც ნაციის ინდისი ისე იდგა რა. დიახ. ეგ როგორ ფიქრობთ თომას მანსა და ჰერმან ჰესეს პოზიციებში რა განსხვავება იყო? ნუ კოტე არსებობს მაგათი მიმოწერა რა. აი რომ დაიწყო ფაშიზმი. გესე იყო ესეთი ესტეტი და დაკრა ფეხი და წავიდა შვეიცარიაში. ეს კარგია, შვეიცარიის ხო ცეთი იდეალური პეიზაჟია. აგრძელებდა თავის გენიალურ ნაწარმოებების წერას. და თომას მანს წერდა, ძალიან ახლო მეგობრები იყო. ეს ხო ორი გენიოსი ყოველთვის როგორც მიქელანჯელო და დავუშვათ ლეონარდო ვერიტანდა ერთმანეთს მაგრამ უყვარდათ. ის წერდნენ ერთმანეთს რაღაცეებს და მიწერა ესემ რომ რატო ერევით ამ საზოგადო საქმეებში? მეტი საქმე არა გაქვთ? ჩვენი საქმე არის აი ეს წერა. და ვისთვის წერო აი ხო საინტერესოა ვისთვის ვინც შეგიძლია რომ საერთოდ არც იმის ჭირი გაიზია რომ არც იმის ლხინი და ის არ გიყვარს ხო მე მოყვას თომას იმისთვის წერ ვინც არ გიყვარს არც აქ კონკრეტული ნაწარმოები ფაშიზმის წინააღმდეგ. ის თავის ეგზისტენციალურ მებს აკეთებდა იოსები და ესენი, მაგრამ როგორც პიროვნება, როგორც მოქალაქე არ მიდიოდა გერმანიიდან. აი ეგ იყო განსხვავება. ის წავიდა პირველივე დღეს, რომ დაენახეს საზღვრობა. იმისთვის საზღვრობა იყო. და აი ეს დარჩა და წიგნების დაუწვეს როგორც მითხარი შენ და ისე და ბოლოს მე ჩემთვის მაგალითად უფრო ინფორმატიულია თომას მანის ნაწარმოებები. და ერთით ბატონო გიორგი აი ჰესე ვერ იტყოდა იმას რაც თომას მანმა თქვა უკვე ფაშიზმის დამთავრების მერე რომ სად იყო მაშინ გერმანული კულტურა საკონცენტრაციო ბანაკები რო ჰქონდათო გამართული სადაც მე ვიყავი იქ იყო გერმანული აი ეს მაგან უთხრა გესეს უთხრა სად იყავი შენ ხო სად იყო ქართული კულტურა როდესაც ციხეში ეგეთი რამები ხდებოდა შეგვიძლია ეგრე დავხვდეთ შენ ინფორმაცია არ ქონდა კაცო უბრალოდ როგორც კი გამოქვეყნდა აგერ დავიწყეთ რომ ყვირილი ეს არის ტკივილი კაცო რა თქმა ხელოვანის ნაწარმოები ტკივილიდან იქნება სიხარულიდან იქნება ნუ ტენდენცია არის აშკარად სასიკეთო დიდი ჭირვარამი რაც გამოვიარეთ აი დაასრულა რა საქართველოს ხალხმა საქართველოს მოსახლეობამ დაასრულა წავიდა და როგორ პატიოსნა და როგორ შეგნებით საარჩევნო ყუთთან დაასრულა რა აი ამათი აი ეს გაუსაძლისი ძალადობა და ეხლა
არის შრომის ინიციატივების ასაკურა. ნიჭიერების ასპარეზი ჩდება რა. აი საბანიზის სიტყვები რომ გავიხსენოთ რა, მამულისა ჩვეულებისა სვლაი დაბრუნდა. აქ უკვე ადამიანს მთელი შენი შეგნებით შეგიძლია შენ ოჯახის წინაშე რა, შენი ქვეყნის წინაშე რაც რამე შეგიძლია სადო და გამოავლინო. ყველა დარგში რა მე ცნობილი სუმარ ლევ გუმილოვი ხო ახმატოვაძემ შვილი ეთნოსებზე მათ უსწავლობდა. მაგალითად წიგნი პირდაპირ ეთნოსი და გარემო. და ის ამბობს რომ ყალიბდება ეთნოსი მისი ქცევები, გარდა იმ ისტორიული მოვლენების, რომ ვისთან იყვნენ, ვის ეომებოდნენ, გარემო ახდენს. და ჩვენი გარემო მართლა ჰარმონიულია. აბა საიდან ბარათაშვილი და რუსთაველი და ესენი. და ჩვენ ახლა ამას მივიღებთ, აი ნახეთ იმპულსებს, მაგრამ მარტო კარგი მთავრობიდან. რამედ ყველაფერზე რა, საიდან ხალხური პოეზია საიდან იწერებოდა, რატო აღარ იწერება ახლა? საიდან კაცი მუშაობდა რაღაცა და რიტმი გაუჩნდებოდა, კაილებს დაწერდა. უნდა მივიდეთ მაგამდე. დღეს ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.